დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკ არეშიძე. ბატონო მამუკა, დიდი მადლობა რომ მოხვედით და მინდა ჩვენ სეპარატისტულ რეგიონებზე ვილაპარაკოთ, სეპარატისტულ რეგიონებზე აქცენტით და ძირითადად ვისაუბროთ აი სამხრეთ კავკასიაზე. მე არ ვიცი ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დე-ფაქტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თითქოს რაღაცა ამოვარდა ჩვენი საზოგადოების დღის წესრიგიდან და ალბათ ისეთი აქტიური ფიქრის ფაზიდან. მე მრჩება ყოველ შემთხვევაში ასეთი შთაბეჭდილება. შეიძლება ვცდები როგორც საზოგადოების, ასევე პოლიტიკის. ხო თუ არ ჩავთვლით ჩვენი პატრიარქის შიო მესამის განცხადებას აემოსებისა და აფხაზებთან ურთიერთობის აღდგენის მიმართულებით სხვა მხრივ რაღაც დიდი აქტივობა არ შეინიშნება და ამიტომ ეს მაინტერესებს და ბუნებრივია ასევე ეს საკითხი მაინტერესებს რუსეთი როდემდე ეყოფა რუსეთს კოზირებად, ეყოფა თუ არა რუსეთს კოზირებად, ეს დე-ფაქტო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თავისი შესუსტებული გავლენის განსამტკიცებლად სამხრეთ კავკასიაში. მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. კი, რასაკვირველია, შეფასება სწორია, აქტივობა განსაკუთრებული ამ რეგიონების მიმართ არ შეიმჩნევა. ამას აქვს თავისი ახსნა. შევეცდები ახსნა ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ რასაც მე ახლა ვიტყვი, ნამდვილად არ იქნება პოპულარული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის. ჯერ მოცემულობას ვიტყვი ასეც, რომ დღეს არის პრინციპში ჩვენ ამ პროცესის ბოლო წლების განმავლობაში ვაკრიტებოდით ისეთ გააფთრებულ ბრძოლას აფხაზეთისთვის გავლენების თვალსაზრისით რუსეთსა და თურქეთს შორის, განსაკუთრებით 2024 წელს ეს ამ მოტივირდა ეს ბრძოლა და ჯერჯერობით რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობს ეს ყველაფერი. რაც შეეხება ქართული მხარის აქტივობა არ აქტივობას, დაგითხრათ რომ ძალიან რთულია იქ რომ ისეთი ქმედითი ნაბიჯები გადადგა. ქმედითი ნაბიჯები გადადგა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთი ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი განწყობები არის შესაბამისი. ანტიკართულია, ხო, მასაში ანტიკართულია. შეიძლება ცალკეული პიროვნები სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ მასაში ანტიკართულია. თან ახლა როგორ არის ანტიკართული განწყობები, ყველაფერი კეთდება, რომ ეს ანტიკართული განწყობები შენარჩუნებული იყოს. ახლა მე ხომ ახსოვს 90-იან წლებში, მე 2000-იან დასაწყისში ცხინვალში იყო გადაცემა პარასკევ საღამოს, რომელსაც ქართველი ფაშისტები ერქვა რა პრაქტიკულად აი ეს დასახელება ქონდა დაახლოებით. რასაც იწყებოდა და იმაზე იყო ლაპარაკი, როგორ მოკლედ თაობები გაიზარდა იმაზე, რომ აი ქართველები თბილისი მტერია. ახლა ქართველები შეიძლება იმდენად არა, მაგრამ თბილისი მტერია. ხო და ეს ყველაფერი ესე ვთქვათ, შექმნილი განწყობები თაობაზე მოგახსენეთ. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რომ ქართული ესე რომ გადადგა რაღაცა ქმედითი ნაბიჯები, მე ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით. ამიტომ უნდა გყავდეს ძალიან ძლიერი მოკავშირეები, რომელიც შენ მხარეს დადგებიან და პლუს შენ უნდა გქონდეს ისეთი ძლიერი რესურსები, რომ ეს პრობლემა მოაგორ. მე ამ შემთხვევაში ყარაბაღის მოვლენებთან მაქვს პარალელი გამოქვს. სხვა შემთხვევაში ძალიან რთულია პრობლემის მოგვარებაზე ძემსეთი ფუნდამენტალურად იმოქმედო ამ მიმართულებით. თუმცა ეს აქედან გამომდინარე მე გარკვეულწილად მესმის მთავრობების, წინა მთავრობის, დღევანდელი მთავრობის, საერთაშორისო მთავრობების ნაკლები აქტივობა ამ მიმართულებით. იმიტომ რომ რამდენჯერ ჩვენ მოვიდა მე ძალისმიერი ხერხით ამის გადაწყვეტა, რამდენჯერ დავმარცხდი. პრაგმატულად მინდა რომ ხალხმა დაინახოს ეს ყველაფერი, მაგრამ ეს არის ეს გასაგებია და თქვათ მისაღებია თუ არ არის მისაღები, ეს მეორე საკითხია, მაგრამ თავარი რაც არის, მე ვერ ვხედავ იმ ნაბიჯებს, რომელიც თქვათ ორიენტირებული იქნება რბილ პროცესზე, არაძალო ძალისმიერ პროცესზე. მარტო ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ძმები ვართ და ერთად უნდა ვიყოთ მომავალში. ეს შედეგს არ მოიტანს, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური ფონი იქნება შესაბამისი და ამიტომ ნაბიჯებია გადასადგმელი შესაბამისი, რომელსაც სხვანაირად რბილი ძალის გამოყენება ქვია. ერთადერთი სეგმენტი, რომელსაც ჩვენ ვააქტიურებთ, ეს არის სამედიცინო სეგმენტი, თავისთავად ძალიან საინტერესოა, კარგია, მაგრამ ეს ცალკე შედეგს არ მოგცემს. რბილი ძალის გამოყენება ის არის აუცილებელი კომპონენტი იმისათვის, რომ ის თაობებში, რომლებიც ახლა მოვიდნენ, გარკვეულად სტერეოტიპი დავამსხვრიოთ, რომელიც არის რა.
ეხლა რა ბუნებრივად ჩდება კითხვა რა არის ეს რბილი ძალა? რბილი ძალა არის მექანიზმები, რომელიც თქვათ არის სოციალურ ქსელში. თქვათ არის მედია საშუალებები. ჩვენ ამას ვერ მივაღწიეთ სოციალურ ქსელში და საერთოდ თანამედროვე მონაიმების ტექნიკის მიღწევების გამოყენება იმისთვის რომ განწყობები შევცვალოთ, იმიტომ რომ აი მასაშიო თქვენ ბრძანეთ რომ განწყობები ანტიქართული და მე ყოველთვის რაც მქონდა ურთიერთობა სოციალურ ქსელებში აფხაზებთანაც და ოსებთანაც იქ არის ერთგვარი მოდა რომ ქართველი უნდა გძულდეს, გძულს არ თქოს არ არის მნიშვნელობა, მაგრამ ტრენდია ასე ვთქვათ რა ეს თანამედროვე ტერმინოლოგია. შევატყვი რომ ეხლა არ ვიცი თქვენ დაგჭირთ თუ არა შტაბის-დილება, ისევ თქვენი აქტივობებისა და სხვა თქვენნაირი პიროვნებების აქტივობების შედეგად შევატყვი რომ თუ ადრე იყო მიუღებლობა აბსოლუტური კითხვა მხრიდან დღეს კამათის რეჟიმში მაინც არიან. და ზოგ შემთხვევაში ერთმანეთსაც კი ამონათებენ ხოლმე თუ ძალიან ვიღაცამ ძალიან გაუტია, რო იტყვია. მოკლედ ეს სოციალური ეს მედია აქტივობა იქნება, სოციალური აქტივობა იქნება, სავაჭრო ურთიერთობების განსაკუთრებული სისტემაში და ყველაფერი ეს გასაკეთებელი იყო წლების განმავლობაში. არ გაკეთდა სამწუხაროდ. იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ექსტრემალურ სიტუაციაში დადგება საათი X-ი, ასე ვთქვათ. როდესაც ჩვენ უკვე შეგვეძლება გადავწყვიტოთ ეს პრობლემა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ იქ ცხოვრები მოსახლეობის რაღაცა ნაწილი გაგებით შეხვდეს ამას. თორე ეხლა დღეს რომ მაგალითად ჩვენ მოგვითხრან რომ აი აფხაზეთი თქვენია და აიბრუნე და ჩვენ წავედით. იქ ამბავი ატყდება დღეს დავისას, იმიტომ რომ ეს არის სისხლის უზარმაზარი გორგალია, რომლის მოგვარება ძალიან მძიმე, ძალიან რთული იქნება. გადაწყვეტა ამ პრობლემის. სამუშაოა იმისთვის რომ მომემზადოთ აი საათი X-ისთვის და ეს ამ მუშაობის ინტენსივობის ხარისხი ნამდვილად ჩემთვის მისაღები არ არის და არ მომწონს. მე ვფიქრობ ინტენსივობის ხარისხი კი არა საერთოდ არ არის მუშაობა, მე ასე არ ვიცი, შეიძლება მე ვსწრები. ის რომ სამედიცინო, ბატონო, აი სამედიცინო მიმართულებით ეს სხვა რაღაცაა კიდევ, მაგრამ ის რომ შენ შეუქმნა დადებითი განწყობა, შენდამი, თუნდაც აი ის რომ აღარ იყოს არამოდური, პირიქით მოდური იყოს, თქვა შენთან ლაპარაკი, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება ძალიან მარტივად არის შესაძლებელი. არ ვიცი, მე პირადად რა ვიცი, იცით რომ შემითავაზებია ჩვენს მის უსაფრთხოების სამსახურსაც შევთავაზე, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებთ. რატო არ აინტერესებთ, არ ვიცი. სხვა საკითხებით არიან ქართულები და მართლაც შემდეგ რთული იქნება. და შესაბამისად რუსეთი აუცილებლად გამოიყენებს ამას ყოზირებად საქართველოს და თბილისზე, მე ასე ვიტყვი, ზეწოლისთვის, მაგრამ ეს ეყოფა თუ არა, მე არ მგონია რომ ეს მარტო თბილისზე ზეწოლისთვის ჭირდებოდეს, ეყოფა თუ არა მას თავისი გავლენის აღსადგენა და განსამტკიცებლად აფხაზეთი და რაღაც ეგრეთ წოდებული ჟუჟნაია, ოსეტია, როგორ ფიქრობთ თქვენ? ხა, რასაკვირველია, ეს ძალიან სერიოზული ბაზაა. ორივე შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ხა მიმდენად რაოდენობას არ გულისხმობ, როცა ვლაპარაკობ სამხედრო კონტინგენტზე. იქ არის განლაგებული ორივეგან ესეთ მაღალი დონის ელექტრონული დაზვერვის საშუალებები. პლუს განლაგებული არის აფხაზეთში ესეთი შეურეული აქტივობის ავიაცია, ბომბორას ავიაბაზაზე. და ბევრი სხვა ეხლა, ბევრი სხვა კომპონენტი არსებობს იქ, რაც იქ არის განლაგებული, FSB-ს და არა, საოცარი რამე არა, ეხლა უბრალოდ ყველაფრის თქმა გამიჭირდება. ხო, მოკლედ ძალიან კარგად აღჭურვილი და ძლიერი ბაზა ორივე შემთხვევაში. რაოდენობა მიხედვით იმას არ გულისხმობ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რაოდენობა დიდი არ არის. როგორც ხოდაშეს გიუმრიშიც. აი, ზუსტად ეგ არის. მთავარი კოზირი არ არის აფხაზეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთით. მთავარი კოზირი არის გიუმრი. გიუმრის ბაზა, რომლის მიუხედავად უკრაინაში მიმდინარე სამომარი პროცესებისა და მიუხედავად იმისა, რუსულ არმიას დეფიციტი აქვს ზოგიერთი ტიპის შეიარაღებისა, ეს შეიარაღება ზუსტად გიუმრიში გადაისროლეს ზუსტად იმიტომ, რომ იქაური ბაზა კიდევ უფრო გაეძლიერებინათ ვიდრე არის. ხო და უნდა გავიცნობ, რომ გიუმრის ბაზის გარდა იქ კიდე არსებობს მესაზღვრეების კონტინგენტის, როგორც თურქეთის საზღვარზე, სამხრეთ თურქეთის, ისე ირანი თურქეთის და საერთოდ ირანი
ირანის სომხეთის ხო ირანის სომხეთის ბაზა არის საერთოდ ესეთი რაღაცა კომიკურად გამოიყურება ახლა უკვე იმიტომ რომ აი ამ ტრამპის გზასთან დაკავშირებით გამოდის რომ იქნება ესე იგი სომხური ირანი მერე არა ჯერ სომხური პოლიცია სამხრეთისკენ თუ წავა სომხური პოლიცია აკონტროლებს ამ ტრასის ესე იგი ჩრდილოეთ ნაწილს ზანგეზურს აკონტროლებს უკვე ამერიკული გამოდის და მე იქიდან 500 მეტრში არის რუსები არიან ისე რომელიც ირანის საზღვარზე დგანან. აი ნუ რაღაცა პარადოქსალური ბუდეები. იმის იგი ირანელები. რაღაც პარადოქსალური სურათი გამოდის. მოკლედ აი ესეთი ვითარება თავარი დღეს მათ რუსებისთვის არის ნუ გიუმრის ბაზა და ცხინვალის ბაზა პრინციპში. ასაკურველია. რატო აფხაზეთის შავი ზღვის ძალიან მნიშვნელოვანია მე ამ შემთხვევაში იმ ტექნოლოგიურ პარამეტრებს გულისხმობ რომელიც ცხინვალშია განლაგებული. ძალიან მაღალი დონის ელექტრონული დაზვერვის საშუალებებია და რომელიც აკონტროლებს პრაქტიკულად უზარმაზარ სივრცეს. ამისთვისაც ჭირდებოდა 2008-ში ცხინვალი. რასაკურველია ბევრი რამე ხო ნუ ბევრი რამე იყო იქ ჩადებული ახლა ნუ არ წავალ შორს. მაგრამ თავარი ის არის როცა თქვენ დასმულ კითხვაზე რა კეთდება გარკვეული ნაბიჯები იდგმება განსაკუთრებით 2024 წელს იყო ეს ნაბიჯები აფხაზეთის კონტექსტში ვამბობ აპარატოტელების თემა რომელიც პრაქტიკულად იყო თუ დავეღრდნობით აფხაზეთის ოპოზიციის ნათქვამს და კი არ ნათქვამს კვლევას როგორც თქვენ აცხადებთ ეს იყო რუსულ-ქართული პროექტი ქართველების გავლენების გასაძლიერებლად აფხაზეთში გაუწეს წინააღმდეგობა. ხო, ნუ გაუწეს რამის შეარაღებულ წინააღმდეგობამდე მივიდა საქმე. ხო, ამიტომ ამას შეეწირა კოზაკი, სხვადასხვა რომელიც იყო მოსკოვიდან კურატორი აფხაზეთისა. დღეს არის კირიენკო, სოხომელი ბიჭი, რომელიც ბევრად უფრო მოქნილად იქცევა და სხვაშორის უნდა ითქვას კოზაკის დადებითა დასახასიათებლად, რომ მან ისე გადადგა, რომ ბოლოში გადადგომის უთხრა კიდევაც თავის ხელმძღვანელობას, მათ შორის პრეზიდენტსაც, რომელიც მეგობრად ითვლება, პირად მეგობრად. კოზაკი, რომ ის პოლიტიკა, რომელიც სტარტდება საერთოდ, ნუ ხო, უკრაინასთან დაკავშირებით, რუსეთთან დაკავშირებით, რუსეთის შიგნით ეს სხვა არის, მაგრამ ამაზეც იყო ლაპარაკი, მაგრამ რაც კეთდება სამხრეთ კავკასიის მიმართ, ეს არის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, ეს არის კონტრპროდუქტიული, წამგებიანი და შედეგს არ მოიტანს. ამიტომაც არის ჰაერში გამოკიდებულია ყველაფერი. ჩვენი გადასახედიდან ვაბა, ახლა რუსეთის გადასახედიდან ვილაპარაკ. ჰაერშია გამოკიდებული. პრობლემებად რჩება, რომ გადაუწყვეტელია ჰაერშია გამოკიდებული და რო გითხრათ, რომ იქაც ახლა სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული, არა. რუსეთმა დაუშვა ფატალური შეცდომა, როდესაც ყარაბაღის ბოლო მოვლენების დროს ფაშინიანზე გაბრაზებულმა თვალი დახუჭა, რაც აზერბაიჯანის ნაბიჯებს გამდა. კი, ძირათ არ ეხება პირდაპირ თემას, რომელზეც საუბრობთ, მაგრამ აუცილებლად მინდა გითხოთ ბატონო უკა, რომ თქვათ არ დაეხუჭა თვალი. ეომა აზერბაიჯანთან? არა, არ ეომა. თუ ვერ გაბედავდა თურქეთი და აზერბაიჯანი, ვერ გაბედავდნენ, რაც გაბედეს, აი რასაკურველი ვერ გაბედავდნენ ამას, ახლა ვიდრე მოხდებოდა კიევში შეჭრა, უკრაინაში შეჭრა. ვიცი, ალიევი იყო ჩასული წინა დღეებში და მოაწერა ხელი სასწრაფოდ ფორსირებულად რუსეთთან მეგობრობის დოკუმენტს. ეს იყო წინა დღეებში და თან ახლა დარწმუნება ის არის, რაც ღიათ ვიცი და რაც ფარულად არის ის, რომ მიიღო კიდევაც მწვანე ამ ყარაბაღის მოვლენების გასააქტიურებლად. ხო და ეს იმიტომ რომ აი როგორ გითხრათ ახლა დღესაც მოსკოვში ხშირად არის ხოლმე დავა 2-3 სერიოზულ ფიგურას შორის რომელიც მოყვება სულ პუტინს და ეს დავა ხშირ შემთხვევაში უშიშრების საფიოს სტომაზეც ისმის ხოლმე რომ თავის დროზე იყო დაშვებული შეცდომა როდესაც საქართველოს ესე ვთქვათ საქართველოს თბილისი გაიწირა ასე ვთქვათ აფხაზებისა და ცხინვალის ხარჯზე. არასწორი სვლა იყო. არასწორი სვლა იყო, ეს ნუ არის ეს დავაც არის, მე შემიძლია დავასახელო პიროვნებები, ვის შორისაც ეს დავა მოხდა და ჩვენი ამის თავბაზის ცნობილი ეს არის ნარიშკინი და პატრუშევი, ვინ რომელი პოზიცია ქონდა მას მნიშვნელობა არ აქვს. არა იყო ეს დავა. ეხლაც პატრუშევის შემთხვევაში აი ყარაბაღის თემა ბრალდება პატრუშევს. ზუსტად, რომ იმის რჩევებით მოხდა ეს ამბავი. და მოსკოვმა მხარი არ დაუჭირა, არ ჩაერია საერთოდ ამ მოვლენებში. მოსკოვს რომ თავის პოზიცია მყარად გამოეთქვა, რომ არ დაუშვებს ამ კონფლიქტს
იქ დარწმუნებული იყავით, რომ აზერბაიჯანი ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა, რაც გადადგა. მაგრამ აზერბაიჯანი შეიძლება ამ ნაბიჯებს არ გადადგამდა, თუმცა ფაშინიანი ის ვისაც იყო მოსული, ფაშინიანი ამ ნაბიჯებს მაინც გადადგამდა და შესაბამისად უფრო გაძლიერდებოდა. წარმოვიდგინეთ ახლა ფაშინიანის პოზიცია ყარაბაღიც რო ჰქონდეს. გაცილებით მტკიცე არ იქნება? არა. საქმე მაგაშიც არ არის ესე, იმიტომ რომ ყარაბაღის ქონების საკითხი მის მიუხედავად ვერც სერჟ სარკისიანმა მოახერხა ასე ვთქვათ თავის და ვერც მის წინამორბედმა დასავლეთი გამოიყენებდა მეთქი ამას გულისხმობ ფაშინიანის უფრო ვთქვათ იმიჯის გასაკეთილშობილება და ცდელობა იქნებოდა უბრალოდ მე ერთ რამეს გმინდა თქვა და ამას მინდა რომ დავამთავრო ტერპეტროსიანმა ლევონ ტერპეტროსის ყოფილი პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაწერა სტატია რის გამოც მაშინ დაიწყეს გინება და მე გაირკვა რომ ეს სტატია ყოფილა სწორი. მან თქვა რომ არ შეიძლება სომხეთი მუდმივად იყოს ნემსზე ყარაბაღისა. იმიტომ რომ ეს უკან წევს განვითარების საშუალებას არ გვაძლევს და იძულებული ვართ ერთ პატრონზე ვიყოთ ჩამოკიდებული გულისხმობდა მოსკოვი და მართალი იყო ამაში. ეს იგი აბსოლუტურად მთელი ამ წლების განმავლობაში ერევანმა ვერაფრით ვერ მოახერხა რაღაცნაირი მოქნილი პოლიტიკის შექმნა, დივერსიფიცირებული პოლიტიკის შექმნა. ვერც ძალიან სერიოზულად ჩარევა როგორც ფრანგული დიასპორის, ესე ამერიკული დიასპორის ვერაფრით ვერ მოახერხა გარდატეხა შეიქმნა. ფაშინიანის ამ ნაბიჯმა ყარაბაღი დააკარგა მართალია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დივერსიფიკაციის საშუალება მისცა. კარგია თუ ცუდია ამაზე არ ვლაპარაკობ. ვლაპარაკობ იმაზე, რომ სომხეთმა დაიწყო გარკვეულწილად დივერსიფიცირებული პოლიტიკის გატარება. ახლა ეს სხვა საკითხია, რომ იგივე შედეგები დადგება. დიახ, ბატონო, რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყვეტოთ გადაცემა, დაგველოდეთ, ჩვენ მალე დავუბრუნდებით. ჩვენ ბრუნდებით ეთერში განმეგვიძახ საუბარს ჩვენს სტუმართან მამუკა არიშიძესთან ერთად ბატონო მამუკა 7 ივნისს არის არჩევნები ფაშინიანი კვლავ ისე კარგად ხანია ფაშინიანი არის და არის სომხეთის ასე ვთქვათ სათავეში 2018-დან კი ბატონო ხო 8 წელი და ეხა კიდე თუ დაემატება თუ აირჩევენ ნუ ეს საღამოწელი სოლიდური ის გამოდის დრო გამოდის და რა შეიძლება ვთქვათ ამ შემთხვევაში გაუწევს თუ არა ამ ამბავს წინააღმდეგობას რუსეთი თვალსაჩინო რომ აი ტრამპმა განაცხადა გუში რომ ამერიკის შეერთებული შტატები, სომხეთი, სამხრეთ კავკასია და შუა აზია საერთოდ ახალ ეტაპზე ავალ და აუყვავდებითო. ყველანიო და ჩვენ მხარს ვუჭერთო ფაშინიანსო, ასე თქვა, თუმცა ეს ისედაც გასაგები იყო და ამ შემთხვევაში ფაშინიანის რა ფუნქცია აქვს და შეძლებს თუ არა ამ ფუნქციის შესრულებას და გავამშვიდობიანად ამ ძიმე პერიოდში სომხეთი, ეს სომხეთის საქმე, უბრალოდ მე ჩვენზე როგორ აისახება ამ კუთხით მაინტერესებს. ეხლა როგორი სიტუაცია, იცი, მოკლედ აქ არის ეგეთი მოცემულობა. დღეს მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კარგად არ ესმის ეს ჩვენი რეგიონის ზოგიერთ მაცხოვრებელს, სასწაულო მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რომ აი ეს ზოლი, რომელსაც ქვია ცენტრალური აზია და კავკასიის ზოლი, იყოს მისი კურაციის ქვეშ. აქ ლაპარაკი მარტო შუა დერეფანზე და ასე ვთქვათ, სატრანსპორტო კორიდორებზე არ არის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დაკავშირებული ენერგოდერეფნებთან და პლუს ეს არის წიაღისეულის თემასთან. რომელიც საკმაოდ შუა აზიის წიაღისეულის ხოშური სომხეთის წიაღისეულის თემასთან აქტიურია. ხო და მოკლედ ეს ყველაფერი არის ამერიკელებს სის შეხვედრის შემდეგ ტრამპისა და სის შეხვედრის შემდეგ მე საბედნიეროდ დამჭი ესეთი რომ მოილაპარაკეს. მოილაპარაკეს იმის თაობაზე რომ შუა დერეფანს ხელი არ შეეშლება, მაგრამ ამერიკელებიც იქნებიან კონტროლის ასე ვთქვათ, უბრალოდ ამერიკელები იქნებიან კონტროლის ერთ-ერთი მთავარი ძალა. აი სამხრეთ კავკასიაში როგორ მოხდება ეს? ხო და მეც მან დავარ. ამიტომ ჭირდება რომ იყოს ყველა ხელისუფლება, სამივე ხელისუფლება იყოს ორიენტირებული დასავლეთზე. მაგრამ ეს ამერიკის წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით ეს არ უნდა იყოს მანდამაინც აქ ამერიკის დროშის ფრიალი და სამხედრო ტანკების ცირვილი აქეთ-იქით. ეს არის მთავარი რომ ამერიკული საფინანსო და ბიზნეს სტრუქტურები იყვნენ დომინაციაში. რაღაც ჩვენთან ვერ ხედავ მე. ეს მოვა ეს პროცესი, მოვა ეს მომენტიც, იმიტომ რომ პირველ რიგში აზერბაიჯანის თემა იყო დასალაგებელი და დაალაგეს დღეს, ახლა დასალაგებელს გულისხმობთ.
მოკლედ იქ ყველანაირი სხვა ტიპის გავლენა, ჯერტი თურქეთის გავლენა უნდა ყოფილიყო შეზღუდული. თურქეთი უნდა იყოს ნატოს ფორტპოსტი, მისი ფუნქცია ესეთია. რეგიონში ხო ისრაელის წინააღმდეგ არ უნდა ახდეს. ერდოღანი ძალიან მკაცრ განცხადებებს აკეთებს. ნოტანიახი უნდა განადგურდეს სატანაო. კი, ნერვიულს ადამიანებს. ხო და მოკლედ თავისი ადგილი უნდა იცოდეს თურქეთმა. საერთოდ სუნიტური სამყაროს ლიდერის თურქეთი არ უნდა იყოს, უნდა იყოს კოლექტიური ლიდერობა, ანუ შენ კი ხარ პირველ პლანზე, მაგრამ მეც აქ ვარ, აი, ბრიტანელები დაახლოებით ეს იაყენებენ ეს საკითხს და ამერიკელებიც. მაგრამ ბრიტანელებისგან განსხვავებით ამერიკელები არ ითხოვენ, რომ აბსოლუტური მონოპოლია ჰქონდათ კონტროლზე. ისინი ამბობენ, რომ მეც უნდა ვიყო. და ბრიტანელები ამბობენ, არა, მარტო ჩვენ უნდა ვიყოთ. მოკლედ აი ესეა თუ ისეა დღეს დღევანდელ ბაქოში ნახოთ როგორი გავლენები აქვს ამერიკულ და ბრიტანულ დიპლომატიურ ისე როგორ გაიცვალა არა 1919 წლის გათვალისწინებით სხვანაირი კონფიგურაცია იყო მაშინ დიახ ნუ ეს სამხრეთში მაგალითად ამერიკელების გარდა კიდე კარგი გავლენები აქვს ფრანგებსაც და ნუ ბრიტანელებსაც მაგრამ ფრანგებს ბაქოში არანაირი გავლენა არ აქვს მოკლედ ასეა თუ ისე ახლა საქართველოს შერიდგება. აი მოვიდა საქართველოს შერიც იმ თვალსაზრისით რომ ამერიკის შეერთებული შტატების გავლენები გაიზარდოს აქ. და შესაბამისად არის ხა აი დელეგაცია ჩამოვიდა და არ წავიდა ხო ვატყობთ რა. ხო რაღაცა. ეს დელეგაცია რასაკვირველია ოპოზიციასაც ხდება ხელისუფლებას, მაგრამ მუშაობა მიდის. მუშაობა მიდის ისინი უფრო მეტ დროს ატარებენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ეს ამერიკული დელეგაცია. და კიდევ ელჩის მეუღლეობის შემსრულებელია. ხო მოკლედ მე რა მინდა გითხრათ რომ ეს მუშაობა სერიოზულია, იმიტომ რომ საქართველოს გიждდება ვიღაცა და ირევა და ეს საქართველოს ხედები მაჩვენაო დაწმენდიდან. არა საქმე იმაშია რომ ციფრებია ბევრი ეს ციფრებით კეთდება პოლიტიკა. დღეს გაარკვიეს რომ საქართველოს ფოთის სპორტი ბევრად უფრო დატვირთულია ვიდრე მაგალითად იგივე ბაქოს სპორტი. და იგივე მეზობელი პორტები. ძალიან მაღალი დატვირთიანობა აქვს ფოთის სპორტს, რომელიც ინფრასტრუქტურულად არ არის ისეთი ძლიერი, როგორც არის სხვა სპორტები, რომელიც იგივე Samsung-ის. ხო და აქედან გამომდინარე უკვე საინტერესოა, ესე იგი მართალია აქ არის მანქანების ტრანსპორტირება ამერიკული მანქანების ყირგიზეთში და ყაზახეთში, ბევრი სხვა საკითხია, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ის მინდა ვთქვა, რომ დღეს ამერიკელების უფრო მნიშვნელოვანია ის კი არა როგორი ხელისუფლებაზე და სულ არ აინტერესებს ახლა ბაქოში მთელი ოპოზიციის ხელმძღვანელობა დაიჭირა მაგრამ ნუ არავინ არ ფსარეუნა ხო და თავარი არის რამდენად იქნება მათი ეკონომიკური პროექტები რეალიზებული ამერიკელებისთვის ეს არის მნიშვნელოვანი მათი ფინანსური გავლენა რამდენი იქნება დღეს ჩინეთი რუსეთი და რიგი ქვეყნებისა საკუთარი ვალუტით ვაჭრობაზე გადავიდნენ და უარი თქვეს დოლარს ეს არის ძალიან სერიოზული დარტყმა ამერიკის ეკონომიკურ ფილოსოფიაზე ფინანსურ ფილოსოფიაზე მოკლედ ბევრი საკითხია და ეს ნაბიჯები აუცილებლად ნელ-ნელა გადაიდგება მოკლედ ეს ჯაჭვი უნდა იყოს შეკრული ვიდრე ყაზახეთი და დამთავრებული ფოთამდე ხო და ამაშია საქმე და აპირებენ გადაიხადონ ამაში მე ძალიან პირდაპირ ვიტყვი ამას იმიტომ რომ აქამდე ფინანსურ ის მათ ზედმეტი ცენტიც კი არ დაუხარჯებთ არ უნდა დაუხარჯებთ აი მომისმენთ როგორ მდგომარეობა ხარ რაც სომხეთში მოხდა რომ დაახლოებით 9 მილიარდის თუ 5 მილიარდის აღარ მახსოვს ცეცხლია იყო სომხეთში ეს არის აბსოლუტურად წამგებიანი ასეთ სიტუაციაში იმიტომ რომ ეს სისტემის იმეორებს სომხეთი რომელიც ჩვენ უკვე გავიარეთ. აი ეს მიკროსხოში სომხები არ არის უგონო ხალხი და ესე რა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები რომელიც უნდა გადაიდგას ამითარებაში ორიენტირებული უნდა იყოს არა მანდამაიც ამერიკულ სესზე არამედ ინვესტიციების არა ეს იგულისხმება მეც აი ჩადონ ფული საინვესტიციო და არა ის ხო მაგრამ ეს ინვესტიციების მოზიდვა ჯობია რომ იყოს დივერსიფიცირებული რა ბევრი ხალხი იყოს ამაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნიდან იყოს ჩართული ხო და ნუ მე ყოველთვის ეს ჩემი აზრია და შეიძლება ვცდები იმიტომ რომ არა ვარ ახლა მე ეკონომიკაში მანდამაიც ძალიან გარკვეული მოკლედ ასეა თუ ისეა მე ვფიქრობ რომ საინტერესო ხვალინდელი დღეა უბრალოდ ეს არის რუსეთი ამას არ შეურიგდება ესე მარტივად მე მაგალითად სულ ვფიქრობ იმის თაობაზე რომ ვიცი რა რომ რუსი სომეხი სამხედრო მაღალი ჩინოსნების დიდი უმრავლესობას 99% პრაქტიკულად რუსეთში აქვს დამთავრებული სამხედრო სასწავლებელი არ გამოურიცხავ რომ ერთ დღეს იქ რაღაცა აირიოს
თვითონ არმიაში, თავდაცვის სტრუქტურებში, სამხრეთისა, მოსკოვის ზეგავლენით. მე არ მგონია, რომ მოსკოვმა ინტერვენცია წამოიწყოს, მაგის თავი არა აქვს. ერთი საკვანძო სოფელი ვერ აუღია, ამდენი წელია უკვე 1500 მალე რაღაცა ქვია, აღარ მახსოვს იმ სოფელს, 1500 დღის განმავლობაში ვერ აიღო ის სოფელი. ხო და იმიტომ კი არა სუსტია, ნუ იქ რაღაც არასწორად იგი. იდეა ბატონო მკა მე არ ვიცი ხა ალბათ შეიძლება არ უნდა ვთქვა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. აი რჩება ხოლმე შთაბეჭდილება. ჯერ ერთი 21 საუკუნე დაიწყებით, რომ ხელა ბირთვულ სახელმწიფოს ზესახელმწიფოებზე პრეტენზიის მქონეს ერთი მოგებული ომი ქონდეს საქართველოსთან და საერთოდაც ამ ხნის განმავლობაში აი ჩვენთან უფრო იჭიმება რაღაცა გვეჭიმება ჩვენ და თვითონ აი იქ საერთოდ ვერაფერს ვერ ახერხებს და ეხლა ჩვენთვის ეს რა შეღავათია ჩვენ ოკუპირებ დავკარგეთ ტერიტორიები და მოსახლეობა გაგვიბედურდა და ადამიანები დაგვეხოცენ მაგრამ აი რუსეთი რაღაცნაირად ისე ვერ ჩანს ხოლმე რა არა ნუ ეხლა ეს მაგში თუ რამის თავი აქვს იქ იომოს და დაიკავოს ის ტერიტორიები ეხლა პრინციპში ავანეთ რას გამოყარეს ამერიკელების ობანჩური ეხლა იცი როგორ არის დღეს სხვანაირი ომებია სხვა ეხლა უბრალოდ განსხვავება ისე რომ ამერიკელები უფრთხილდებიან ხოლმე თავი ჯარისკაცების სიცხეს და გამომრჩევლის ასრს უწევენ ანგარის და რუსეთი ამას არ უწევს ანგარის და აქედან გამომდინარე რუსეთი უნდა უფრო ეფექტური უნდა იყოს თითქოს შედეგების მაგრამ ვერ არის ეფექტური ეხლა ავანებთ არ შეუძლია მაინც ამას ერთი წუთი მაინც აი არ შეუძლია მე იმას გავამბობ რომ მაინც ამას ეს უკრაინა დაიპყროს მე ეს მინდა მეთქი მაგრამ ყოველთვის ჩემთვის გასაოცარია ითხოვს ტერიტორიებს რომლებიც კონსტიტუციაში უკვე მიიერთა და თავი არ აქვს რომ დაიპყროს დაიპყარი მაინც და რა ვქნათ ახლა აქედან რატო არაკეთებს ამას ვერ არ აქვს რესურსი არ აქვს ფრონტალური თვალსაზრისით შეუძლია ახლა მაგალითად აი შოიგო იმუქრება რომ დავბომბავთ კიევს გავასწოროთ მიწასთან ამერიკამ ხო დაბომბა ირანი ხო და შერჩა ხახვივით ხო და შეუძლია ეს კიევი დაბომბოს მაგრამ რატო არ ბომბა რეზულტატი ბომბავს ამ კიევს რაც შეუძლია მაგრამ ბომბავს ხა ბანკოვსკაიას არ ბომბავს ეგ სადაც არის სამთავრობო სტრუქტურები განლაგებული ნუ დაბომბა ის ბანკოვსკაია გავარდებიან ესენი ყველანი ბუნკერში აიკეტებია ესე იგი დაბომბვა და საჰაერო შეტევები არ არის ეფექტური კიდევ ერთხელ დაამტკიცა საბოლოო ჯამში გამარჯვებისთვის არ არის თორე ეს ეფექტური როგორ არ არის ირანის მოვლენებმა საჭიროა სწორად დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია გადამწყვეტი უპირატესობით სამჯერ მეტი მაინც უნდა იყოს დამცველებზე ხო ვერ აღწევს მაგას ვერც ამერიკა ირანში და ვერც ეს უკრაინაში ვერაფრით. აი გავანებოთ თავი. მოკლედ ასეა თუ ისეა ჩვენ შევშერდეთ იმაზე რომ რუსეთი აუცილებლად ეცდება სომხეთში არეულობის ინიცირებით შეცვალოს ვითარება სამხრეთ კავკასიაში. დღეს რუსეთი ორიენტირებული იმაზე რომ როგორმე ან დამარცხდეს რაც წარმოუდგენელია ეს პაშინიანი არჩევნებში ან კარაპეტიანის პარტიამ ისეთი წარმატება მოიპოვოს რომ მეორე იყოს დიდი რიცხვი კონსტიტუციური უმრავლესობა არ კონდეს პაშინიანს კარაპეტიანის ხოდაშორის არის დაახლოებული ძალიან იმასთან ეხლა როგორც გამოაქვეყნა თვითონ პუტინთან როგორც გამოაქვეყნა იმაში რუსულ მედიაში კარაპეტიანის სახელზეა გაფორმებული ერთ-ერთი უცხოეთში მდებარე ერთ-ერთი იტალიაში მდებარე თუ საფრანგეთში მდებარე ერთ-ერთი დიდი ვილა სადაც ცხოვრობს კაბაევა და მისი ბავშვები კაბაევა მოგესალმებათ პუტინის ეს რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ეს გამოაქვეყნა ინსაიდერმა ხო ეს არის რუსული ოპოზიციური მედია მოკლედ ეხლა ყველაფერს თავი დავანებოთ ესე იგი არ შეიძლება საქმე იმაშია რუსეთის სასწრაფო მნიშვნელობა აქვს რომ კავკასიას რაღაცა ხარისხი დაკონტროლებდეს სამხრეთ კავკასიას იმიტომ რომ თურქეთის გავლენები შესაძლებლად იმისთვის რომ თუ დაკარგა სამხრეთ კავკასიას საერთოდ დაკარგოს ჩრდილოეთ კავკასიას უახლოეს დროში ამიტომ თურქების წინააღმდეგ არის ეს მთელი ეს აქტივობა მაგრამ არ გამოსდეთ რუსებს ეს ამბავი და თურქები პირიქით დიდ უპირატესობაში არიან რაც ჩვენთვის გარკვეული საფრთხის შემცველიც არის იმიტომ რომ დიდი თურანის არსებობა და ისე რომ სამხედრო წვნები დაიწყეს უკვე ეხლა თურქეთში წვნები მიმდინარეობს ამ წუთში და უკვე ცენტრალური აზიის თურქულენოვანი ქვეყნები მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმით ეს გარკვეული ხიფათის შემცველია ხვალინდელი საქართველოსთვის აი ესე იგი მოკლედ ისეთ ვითარებაშია რომ ვაის გავიქეცი და ვუის შევეპარე ჩვენ გვჭირდება დივერსიფიცირებული პოლიტიკა მაგრამ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ რაღაცა ფორმით რეგიონალური თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატი შექმნა
და თუ ჩანს იმას პირი და აი თქვათ იგივე ფაშინიანის ფაქტორის გათვალისწინებით რა როლიც მას ეკისრება აი ამ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩვენ რეგიონში შესაძლებელი თუ არის საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის კოორდინირებული მოქმედება თუნდაც ეკონომიკური თავი გავანებოთ პოლიტიკას იმიტომ რომ მე ასე მგონია რომ იმ მხარეებს რომლებიც დაინტერესებული არიან გავლენების მოპოვებით სამხრეთ კავკასიაში იმ მხარეებისთვის სულაც არ არის ხელსაყრელი რომ ჩვენ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ ამ სამმა სამხრეთ კავკასიურმა სახელმწიფომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის იმ საკითხში რომელზეც მე მქონდა ლაპარაკი ეს ზუსტად არის სასურველი რომ სამი სახელმწიფო კოორდინირებულად მოქმედებდეს ეს არის შუა დერეფნის მუშაობა ამ შემთხვევაში ემთხვევა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი კი ესე ემთხვევა და პრინციპში თუ შუა დერეფანი ამუშავდა სრულფასოვნად წარმოედგინეთ დაცვის ხარისხი როგორ გაიზრდება ხო მაშინ ეს ლაბარაკი იმის თავაზე რომ მაშინ სულ სხვა მდგომარეობა იქნება იმიტომ რომ ეს ნიშნავს რომ მათ ეკონომიკური ინტერესები და ამერიკისთვის დიდი ბრიტანეთისთვის სხვებისთვის მათი იგივე ჩინეთისთვის სხვადასხვა მათი ეკონომიკური ინტერესების დაზიანება ეს არის ომის გამოცხადების დოლფასი ამიტომ ეს სხვა ხარისში უნდა ავიყვანოთ რა უნდა შევძლოთ ამის გაკეთება დიახ, არა ბუნებრივია და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბოლოს 100 წლის წინანდელი გამოცდილება რომ გაგვეთვალისწინებინა. შუა დერეფანი გადის ჩვენზე და ვთქვათ ზანგეზურის დერეფანი თუ ტრამპის გზა თუ რაც ქვია, ეს გადის ვთქვათ სომხეთზე. ესენი არ არიან დიდი მასშტაბით ერთმანეთის კონკურენტი, ჩემთვის გასაგებია თვითები შეიძლება გადანაწილდეს, მაგრამ იქ როგორ იქნება წარმოდგენილი ამ შეერთებული გასაგებია. აქ უკვე ჩინეთთან ერთად და იქ რატო ერთმა უნდა გაიაროს? შუა დერეფნისგან განსხვავებით, აი თქვა ზანგეზურში, იგივე ქვეყნებიდან იგივე დივერსიფიცირება უნდა მოხდეს ტვირთების ესე ფიქრობენ. ანუ ნაწილი აქ და ნაწილი. სულ არავის არ აინტერესებს ის ზანგეზურის დერეფანი, არ აინტერესებს და როგორ ტვირთების ეხლა ისე მას პოლიტიკური დატვირთვა აქვს. იმის აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის თემა, მე ამერიკელებმა უცებ მოინდომეს რომ ჩვენ გავაკონტროლებთ ამას ყველაფერს. ეს არის დამატებითი საშუალება, რომელიც შეიძლება გზას ცოტა ამოკლებს, მაგრამ გამტარევანარიანობა დიდხანს ვერ ექნება მას ისეთი, რომ კონკურენცია გაუწიოს აზერბაიჯანის საქართველოს დამაკავშირებს რკინიგზას. როგორც ამბობენ ამას სპეციალისტები, ფოთის სპორტი აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს. ფოთის სპორტი. ხო და ეხლა ნუ აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან პერსპექტიული ვითარება გვაქვს უნდა ეს უნდა შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მაქსიმალურად სამშვიდობო ვითარება და რეგიონალური თანამშრომლობის განსაკუთრებული ფორმატები უნდა შევქმნათ დიახ ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელსა და ამ მსმენელს თქვენ 16 საათსა და 10 წუთზე ნადროული კითხვები გელით მე და თქვენ კი ერთმანეთს შევხვდებით პირას 12 საათზე და მე გემშვიდობებით საქართველოს სიყვარულით